რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური არის. ძალიან კარგი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო აქტუალური, მაგრამ გამომდინარე იქიდან რაც ხდება ბოლო პერიოდში ერთი საკითხი მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ეს ძალადობა, როდესაც საუბრობთ ამ თემაზე, ძალადობა ქალთა მიმართ, რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა ისე როგორც ყველა საკითხზე საზოგადოებაში და ეს არის პრობლემა, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ვფიქრობ არ აღიარებს, იმიტომ რომ მეც მქონია შეხება და როდესაც მისაუბრია, ამბობენ რომ ეს არის ქალის პრობლემა, ქალი ადამნაშავე, რატომ ჩერდება მოძალადება მაკაცი და ასე შემდეგ. რატომღაც ვფიქრობ რომ არ აღიქვამენ ამას სერიოზულ პრობლემად. არის რა თქმა უნდა ერთეული შემთხვევები, როდესაც ქმარზე ძალადობა და იყო არაერთი შემთხვევა რომ თქვა ქმარი მოკლა ბავშვების მიმართ ძალადობა და ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრეთ დაუთმეთ არაერთი ეთერი, მაგრამ ძირითადი სურათი მაინც არის რომ ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ რჩება სერიოზულ პრობლემად. ძალიან აქტუალურია, მithundas ბოლო პერიოდში უკვე რამოდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ქმარმა მეუღლე მოკლა და იყო განსაკუთრებული სისასტიკით, ასე ვთქვათ, მკვლელობების ფაქტებიც. მე მინდა რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები წარვადგინო, რომლებთან ერთადაც ვისაუბრებთ ამ თემებზე. რუსუდან ფხაკაძე, სახლი ქალთა საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი და ანა აბაშიძე, ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე პირველ რიგში ხალხურ რუსუდანს მინდა ვკითხო, შეიძლება ძალიან ისე მოეჩვენოს ტელემაყურებელს შეკითხვა, მაგრამ რა არის ძალადობა და მინდა თქვენგან ერთგვარი განმარტება მოვისმენ და რატომ. როდესაც მქონია ამ თემაზე თან დაკავშირებით საუბარი, ხშირად ყოფილა ასე ვთქვათ, არაერთგვაროვანი აღქმა. ძალადობა რატომღაც ფიზიკური ძალადობა გონიათ ხშირად და ამ დროს შესაძლებელი ნებისმიერი სახის არ ვიცი, აკრძალვა, სიტყვიერი, ვთქვათ, შეურაცხყოფა, ამას არ აღიქვამენ. რატომღაც და მე მინდა რომ ერთგვარი განმარტება გავაკეთოთ და შემდეგ გითხარით რა კონკრეტული ფაქტები გაქვთ. მოგესალმებით. იმდენად ბევრჯერ არის განმარტებული რა არის ძალადობა, გეთანხმებით. ეს აღარ უნდა იყოს ასეთი. ხო, ნუ ეხა ფიზიკურ ძალადობას აღიქმება როგორ ძალადობა, მაგრამ ის გარდა არის არანაკლებ მწვავე შედეგებით ფსიქოლოგიური ძალადობა, იზოლაცია, ეკონომიური ძალადობაც. ნუ მარტივად რო ვთქვათ, თუ თქვენ თავში ურაცხყოფილად გრძნობთ, თქვენზე ხორციელდება ძალადობა. ძალიან მარტივი აღმოსაჩენია განცდაში თუ რა არის ძალადობა. ძალიან საინტერესოა, მადლობა ამ განმარტებისთვის. თქვენ ბრძანდებოდით ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელსაც დაზარალებულ თვალსაზრისით ჰქონდათ, კი ბატონო თავში. რა დღევანდელი სიტუაციით რა ინფორმაცია, ერთგვარი სტატისტიკა არ ვიცი თუ არსებობს, რა ფაქტები ფიქსირდება ხშირ შემთხვევაში? კი, სტატისტიკა როგორ არ არსებობს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ სტატისტიკას ფლობს მხოლოდ რამოდენიმე სამინისტრო და არა თვითონ სტატისტიკის დეპარტამენტში განხილული ფაქტები, ამაზე ანა უკეთესად ისაუბრებს, მონიტორინგებს აწარმოებენ ამ თემაზე, იმიტომ რომ თავისთავად ჩვენ ძირითადად აღვიქვამთ მოვლენებს, როდესაც შედეგი დგება და არა მაშინ, როდესაც მიზეზებია. ანუ როდესაც შეიძლება აი აქ პოტენციურ ძალადობას კონდეს ადგილი. არსებული მექანიზმები სამწუხაროდ დღიდან ჩვენი მოღვაწეობის დაწყებისა ვერაფრით ვერ იჭერს აი ამ ფაქტს, რომ აი როდესაც მიზეზებს აქვს ადგილი, ნუ მე მესმის რომ ეს ძალიან რთულია დღესდღეობით იმ მომენტში თქვათ ეს ფაქტები ისე ვიქამდე არ აღიქმებას გარდა დღესდღეობით ნუ პატრული არის ერთადერთი ოფიციალური ორგანო, რომელსაც შეუძლია შევიდეს ოჯახებში და ერთი შეხედვით გაიგოს რომელია მსხვერპლი და რომელია მოძალადე, რაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხნის პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვარ და ეს იმდენად რთული თემაა, იმიტომ რომ თავისთავად ტიპი როგორც აი ერთი გზის ტიპი არ არსებობს, ასევე ტიპიური ჩამოყალიბებული მოძალადე 100%-იანი და ჩამოყალიბებული 100%-იანი მსხვერპლი არ არსებობს, ამდენად ეს მოვლენა მე ძალიან რთულად მიმაჩნია და ასე მარტივი გადაწყვეტის გზით ვხედავთ, რომ ეფექტურობაც ნაკლები გვაქვს. ანასთან მინდა გადავიდე შეკითხვით, ანა, რას გვეუბნება სტატისტიკა, რამდენად სავალალოა მდგომარეობა საქართველოში და განსხვავდება თუ არა ძალადობა ქალის მიმართ ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. მეც მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სტატისტიკა მე დავეთანხმები ჩემს კოლეგას, ძალიან საინტერესო თემაა, ვინ აგროვებს, ვინ ამუშავებს და როგორ ამუშავებს. დღის მდგომარეობით
ცხადია მხოლოდ თქვათ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და გარკვეულწილად სასამართლო სისტემა ის უწყებები, რომლებიც ამ სტატისტიკას ამუშავებენ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ სტატისტიკას, მაგალითად გასულ წელს მედიას საშუალებით გაჟღერებული შემთხვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეკრებილი სტატისტიკა არაფორმალურია ცხადია, მაგრამ განსხვავებაა და საინტერესო ისაა, რომ რატოა ეს განსხვავება. ეს განსხვავება ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ თავად ოფიციალურ უწყებებს ნაკლებად მიმართავენ, ალბათ უნდობლობაა წამყვანი გამოწვევა ამ თემასთან დაკავშირებით და მეორე ალბათ ის, რომ სტატისტიკა ითვლება იმის მიხედვით, მაგალითად სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თუ არა აქიდან ამ ეტაპიდან და მეორე ორდერების ეტაპიდან. ხშირია შემთხვევები, როცა არც ერთი ხდება და არც მეორე. აქედან გამომდინარე, როცა სტატისტიკას ვკითხულობთ, უნდა დავსვათ კითხვა იმაზე, რამდენი ზარი შედის 112-ის სამსახურში, მაგალითად. მე გეტყვით განსხვავებას გასულ წელს რა ხდებოდა. მაგალითისთვის გასულ წელს დაახლოებით 10,000 შეტყობინება განხორციელდა 112-ის სამსახურში, სადაც ფიქსირდება, რომ ოჯახში კონფლიქტის და ძალადობის პრობლემაზე იყო განცხადებები გაკეთებული. რამდენზეა რეაგირება? რეაგირება არ ნიშნავს მაგალითად იქ მისვლას მხოლოდ, ხო? რეაგირება არის რაღაც პროცესი, რომელიც იწყება, გრძელდება და სრულდება და რაღაც ეფექტით სრულდება. ტელემაყურებელი ყავს, მოკლედ გითხარით რა 10,000-თან წარმოიდგინეთ ორდერების რაოდენობა იყო დაახლოებით 1000-მდე. წელს გაიზარდა. რა არის ამაზეც უნდა გკითხოთ, ტელემაყურებელს მოვუსმინოთ და საინტერესოა როგორ ფიქრობთ, რატომ არის ამ ხელა სხვაობა. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა გის. ალო, მოგესალმებით. გამარჯობა. ზუსტად მაგ სტატისტიკასთან დაკავშირებით იმდედა მე თქვა, მე უბრალოდ გვერდით ყავს მეზობელი, რომელსაც კვირაში ორჯერ მინიმუმ ძალიან მაგრად ცემს ქმარი. და ერთხელ გამოვიძახე პატრული. შედეგი იყო ის, რომ 2 საათიანი დაკითხვა მომიწყეს მე და კინაღამ გადამიყვანეს ჭკუიდან და საერთოდ ცხოვრება აღარ მინდოდა. ნუ იმ კაცს ვითომ დაელაპარაკნენ და წავიდნენ. ეხლა სულ რომ მოკლას. აღარ დავრეკავ, იმიტომ რომ მე შევწუხდი ჩემი შვილებით და ჩემი ქმარით და რა არანაირად აღარ დავრეკავ პირადად მე, იმიტომ რომ აქეთ ჩემზე ქონდათ აგრესია. ძალიან დიდი მადლობა. მე ტელემაყურებელმა რაც თქვა, პატრულის იმედი როგორც აღმოჩნდა ამ ქალბატონს აღარ აქვს. პატრულის იმედი ერთი და საზოგადოების დამოკიდებულებაზეც მექნება ორივე თქვენგანთან შეკითხვა, იმიტომ რომ მეც მქონდა ასეთი შემთხვევა ქუჩაში ვსეირნობდი საღამოს და დავინახე უბრალოდ ახალგაზრდა გოგონა ბავშვთან ერთად და ბიჭი ძალიან უხეშად ხმამაღლა ელაპარაკებოდა, ეჩხუბებოდა და უხეშად ასე ვთქვათ ხელი მოკიდა და მივედი ამ გოგოსთან დახმარება ხო არ გჭირდებათ ვიფიქრეთ და გოგოს პასუხი იყო რომ თქვენი საქმე არ არის და გავიარე მეც ასე ჩემთვის მშვიდად, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულებაც მაყურებელმა რაც თქვა, მე ვარ დარწმუნებული რომ აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს ეს ადამიანი, იმიტომ რომ ზუსტად იგივე გადამხდა მე პირადად. როდესაც გამოვიძახე საპატრულო პოლიცია იმის გამო რომ დავინახე მეხუთე სართულიდან როგორ აგდებდა ქმარი ცოლს და როგორ გაატარეს ჩემთან სახლში დაახლოებით 3 საათი და მას შემდეგ როცა უთხარი რომ ეხლა რასაპირებთ იქნება ეს ადამიანი უბრალოდ ცოცხალიც არ არის მითხრეს რომ ღამის 2 საათზე როგორ შევაწუხოთ ადამიანიო. ნუ მე რა თქმა უნდა ამას ასე ხო ვერ დავტოვებდით და მას შემდეგ რაც ვახსენეთ რომ მათ ყავდათ გენერალური ინსპექცია რომელსაც აუცილებლად შევატყობინებდი რას აკეთებდნენ ყველანი შეელაგდა ერთად ამ ოჯახში და მოკლედ იქ მართლაც იყო ძალიან მძიმე ფორმის ძალადობაზე ლაპარაკი. გამოვიძახეთ, დავრეკეთ და უშოთ რატომ არ ასრულებენ მაშინ თავით მოვალეობას? რამდენიმე მიზეზია. პირველი მიზეზია, რაც მთავარია ჩემი აზრით, ღირებულებითი პრობლემა. არ ვერევიცხვის საქმეში. დიდი ალბათობით და უმეტეს შემთხვევაში პოლიციელი, რომელიც ძალადობის საქმეზე მუშაობს, იზიარებს მოძალადის ღირებულებებს. მას სწამს რომ ეს კერძოდავა და ვერაფრით მიმხვდარა რატომ არის, რატომ აძალებენ ამ ოჯახში შესვლას და ცოლ-ქმარ შორის ურთიერთობის გარჩევას და გარკვეულწილად უხერხულობა აქვს ამის გამო. მეორე, თუმცა აი ეს შეგრძნებები უნდა ვთქვათ რომ ნელ-ნელა იკლებს, ანუ უკეთესობისკენ მიდის ღირებულებითი ცვლილება, მაგრამ არა ისე რომ ეფექტურობა გაზარდოს რეაგირების და მეორე წამყვანი მომენტი არის თავად ცოდნა იმის შესახებ რა უნდა გააკეთო, როგორც რუსუდანა თქვა, როგორ აღმოაჩინო, არის თუ არა ძალადობა რეალურად და სად რა სერვისები გაქვს რომ ამ ადამიანებს შესთავაზო. თქვენ რას თქვით ქალის კომენტარი რომ ეს თქვენი საქმე არ არის, მე მინდა რომ მაყურებელს უთხრა
არ მივაქციოთ ასეთ კომენტარებს ყურადღება, იმიტომ რომ უბრალოდ ძნელად წარმოსადგენია იმ ადამიანის ადგილას ჩვენი თავი და რომ კონდეს ეს გამოცდილი ძალიან კარგად ვიგრძნობდით როგორი ესე ვთქვათ უმოქმედო ხარ იმ მომენტში და ეს ლოგიკურია, შენ გეშინია. შენ იცი რომ შეიძლება უარესი დაგემართოს. შენ იცი რომ ამის გამო უარესად აგო პასუხი რომ ვიღაცას საშუალად მიმართე. არ შეგიძლია იყო გმირი ამ დროს. და ჩვენ თუ მათ გაავკიცხავთ ამ მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და უფრო მეტიც ტვირთს იმის შესახებ რომ უშველე თავს გადავიტანთ ქალზე დამერწმუნეთ წარუმატებლად დამთავრდება ესეთ შემთხვევები. თან ზუსტად საუბარი დასაწყისშიც აღნიშნა რომ რატომღაც ქალისკენ იშვერენ ხელს და ამბობენ რომ რატომ ცხოვრობს მისი ბრალია ასეთ ადამიანთან. ესეც სტერეოტიპულია, ესეც მენტალობა. ეხა მენტალობას ჩვენ მარტო მამაკაცების ხარჯზე არ ვქმნით. სამწუხაროდ ქალებიც იზიარებენ და სხვათა შორის, რაც უფრო ბევრს და ბევრს მუშაობთ ამ თემაზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ხარდამჭერების როლში თვითონ ქალებიც არ გამოდიან ქალების მიმართულებით. ეს ძალიან სავალალო მდგომარეობა. გაკიცხვა ყოველთვის ღირსი იყო, აბა რა ეგონა და რაღაც ეს საყოველთაო აგრესიის გამოხატვა ამ ფორმებითაც იჩენს თავს. და ისე კი უამრავი მიზეზები არის გამოწვეული. აღონიზირებით ტარდება თქვენი მხრიდან იმისათვის, რომ ეს ცნობიერება, ეს მენტალობა გარკვეულწილად შეიცვალოს და იცით, ჩვენ ვართ არასამთავრობო საკონსულტაციო ცენტრი ვართ, რომელიც ვცდილობთ ორმხრივად ვიმუშაოთ მსხვერპლებთანაც და თვითონ ამ მოვლენის და ფენომენის უფრო მეტად დახვეწაზე და ამ შემთხვევაში მსხვერპლებთან მუშაობისას ისინი როცა მოდიან ჩვენთან, ეს არ არის 1-2 შემთხვევა, ეს არის წლების შედეგად მიღებული გამოცდილება, როდესაც მათ ისიც არ იციან, რომ ამ ფენომენს ქვია ძალადობა ოჯახში, რომ აქ არის ძალადობის სუბიექტები, მოძალადე, მსხვერპლი, ანუ აი ამის სახელდებაც კი არ იციან. როგორ, ესე იგი მე მსხვერპლი ვარ? ამბობს რომ ცემა, მომკლა, მაწვალებს, გარეთ არ მიშვებს, მობილურს არ მაძლევს და აი თვითონ აი იცით სახელდება ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემა რომ დავძლიოთ, იგი უნდა ვაღიაროთ და ჩვენ თუ არ ვიტყვით რომ მე ესა ვარ. აი იგივე ქართველობის ამბავში რომ ჩვენ ნიჭიერები რო ვართ სულ ყველა, მაგრამ ზარმაცები და ამით რამდენ რამეს პატიობთ და რას ვიზამთ, ახლა ისე ხო ნიჭიერები ვარ და აი სახელის დარქმევა რომ უბრალოდ ზარმაცები ვართ. იქნებ უფრო მარტივად რო ვთქვათ, იქნებ უფრო მეტად გამოსწორდეს საქმე. ნიჭიერებს რაღაც კომპენსირებას აკეთებს იმის რომ არ გავიმძრეთ, იმიტომ რომ ხომ ნიჭიერ და ასეთ შემთხვევაში რომ მსხვერპლი ვარ და მსხვერპლს აქვს დათრგუნული თავისი პატივმოყვარეობაც არ ჯერა არაფრის არ წამს და თვითონ ის პატრულიც რომ ისევ მამაკაცია და მას ტრამვები მამაკაცისგან აქვს მიღებული და მამაკაც საშველად როგორ უნდა მიმართოს და როგორ უნდა დაუჯეროს, ეს მისი ფსიქოლოგიური შინაგანი ხომ არ ფიქრობთ რომ აი კონკრეტულად ამ ადამიანებს ვისაც ეხება თქვა 112-ში დავრეკეთ, გამოვიძახეთ პატრული, ამ ადამიანების არ ვიცი გადამზადება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ გარკვეული ინფორმაციის მიწოდება ხომ არ ფიქრობთ რომ იქნება კარგი საინფორმაციო ტიპის კამპანია ზოგადად საზოგადოების, მაგრამ ამ კონკრეტული ადამიანებისთვის რომ ეს მათი საქმეა იმ შემთხვევაში. იმდენი ტრენინგები მიმდინარეობს ამ გადამზადებაზე და ასე შემდეგ, აი აქ ნიჭიერები რო ვართ და ზარმაცები ნამდვილად გამოდგება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია. აქ უბრალოდ ძალიან ეფექტური გზების მიღებაა საჭირო, თუნდაც ის რომ ძალადობით მიმართ იყოს ნულოვანი ტოლერანტობა, რომ არანაირი გამართლება არ უნდა კონდეს ძალადობას. აი ამ მენტალობის ჩამოსაყალიბებლად ძალიან დიდი მექანიზმებია ჩასაგები. ძირითადად რა მიზეზებია ხოლმე ოჯახური ძალადობის ფაქტობრივადაც ხდება? იცით რა მიზეზები არის უამრავი, მაგრამ ერთი ის არის რომელიც ყველაზე ხშირად ყველას უნდა რომ იბატონოს თუნდაც თავის პატარა გარემოში და ამისათვის იყენებს ყველა
ყველანაირ მეთოდებს, რომელიც მისთვის უფრო მისაღწევია. ეს მარტო მამაკაცებს არ ეხებათ. ქალებსაც შეუძლია თავიანთი მუდმივი წუწუნით, ჩიჩინით გნებავთ ბავშვებზე ძალადობას, ვხედავთ რომ დათგუნული როცა თავის განმუხტვას ბავშვზე აწარმოებს, რატომ ეს არ ჩაიცვი ან რატომ დასვარე რაღაცა. აბსოლუტურად ეს ძალიან რთული ფენომენია და ამდენად გეგებია ანასაც ვკითხავ პრინციპში კონკრეტულად აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სისასტიკით არ ვიცი ჩადენილი მკვლელობის ფაქტები ქონდა რიგ შემთხვევაში მკვლელობა არ იყო და იყო თქვათ ძალადობა და გადარჩა მსხვერპლი თქვენ რა ფაქტები გაქვთ კონკრეტულად მიზეზები რა სახელდება ხოლმე თქვათ არ ვიცი შელაპარაკება ეჭვიანობა ხშირად არის ხოლმე თქვათ ეჭვიანობის ნიადაგზე და კიდევ ერთი საკითხი მე მინდა რომ ისევ დაუბრუნდე 112-ს პოლიციას რომელსაც იძახებენ ასეთ დროს ხელწერილი ხშირად მესმის ხოლმე ხელწერილი დავაწერინეთ რა ვიცოდით რომ ხელწერილის შემდეგ არის ეს საკმარისი თუ თქვათ ფიქრობთ რომ კანონის დონეზე უფრო უნდა გამკაცრდეს ასეთ შემთხვევაში რეგულირება პირველ რიგში ხელწერილი აკრძალულია და ის პოლიციელი რომელიც ხელწერილით ათავისუფლებს იმ მომენტისთვის სავარაუდო მოძალადეს აბსოლუტურად არ ღვევს იმ რეგულაციებს, რომელიც თავად მის მოუწყებამ გააკეთა. ხელწერილი ოფიციალურად არ შეიძლება რომ დააწერინოს, ხელწერილის გარდა უამრავი სხვა მექანიზმი არსებობს. ხელწერილი არაფერს არ ნიშნავს. თუ ჩვენ ხელწერილი არც იმას ადასტურებს, რომ ადამიანმა იძალადა, არც იმას, რომ არ იძალადა. ამიტომ არაფერი არ არის, ფურცელია ჩვეულებრივი, რომელიც შეიძლება უბრალოდ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. იყო რომ ხელწერილი დააწერინეს, რომ 20 წლის გოგონას ანუ ხელწერილი პირდაპირ ნიშნავს, რომ პოლიცია ამბობს, რომ მან აქ ძალადობა ვერ დაინახა. და რომ უშვებს მას თავისუფლად ნიშნავს, რომ პირდაპირ ამას გვეუბნება ძალადობა აქ არ ანუ რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში? არის თუ არა კანონის დონეზე იმის საშუალება, რომ დაუშვათ ეს ადამიანები პასუხისგებაში? რა არის გაწერილი ამ ეს ზოგადად ოჯახში ძალადობა და ქალის მიმართ ძალადობა განსხვავებული ტიპის დანაშაულია. განსხვავებული განვითარება აქვს, ვიდრე მაგალითად ჩვენს წინააღმდეგ ძალადობას ქუჩაში. თუ მესამე უცნობი პირი თქვა იძალადებს გამვლელზე, ამ ტიპის ძალადობას არ უნდა როგორც ამას განმარტავთ, ისე არ უნდა განმარტოთ ოჯახის წევრებს შორის ჩადენილი ძალადობა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გონიერი მოხელე უყურებდეს რა ხდება, ანუ გამოცდილებას. თუ ხედავთ, რომ 80% აი ასეთ შემთხვევებში მოძალადე მიდის, ბრუნდება იმ სახლში და ჩადის უფრო მძიმე ფორმის ძალადობას, ცხადია ხო ლოგიკურმა ადამიანმა უნდა იფიქროს, რომ ესე იგი ასეთი რეაგირება არ ყოფნის, ანუ მე ვერ ვაკავებ მოძალადეს. აქ არ არის საუბარი 100%-იან არიდებაზე, ხო? რაღაც მოვლენების. მოძალადეები ძალიან განვითარდნენ ამავდროულად და ისინი დღეს შემიძლია ვთქვა, რომ იმაზე უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე პოლიციელი. მიზეზი ის არის, რომ მას ჩვეულებრივად დანაშაულის ჩადენა კი არ უნდა. აქ უფრო დიდი ფესვები აქვს ამ ყველაფერს. როგორც უკვე ვახსენეთ, მას დომინანტობა სურს. მას ვერაფრით წარმოუდგენია, რომ ქალი არის მისი თანასწორი და შეიძლება პირობითად რაღაც ტიპის მოთხოვნას უბრალოდ არ დაემორჩილოს, ან საკუთარი აზრი გამოხატოს. მარტივი გამოვლინება იყო ის, რაც მოხდა 2 დღის წინ, ყურის დაჭრის დანაშაული, ეს არის ცინიკური დანაშაული, რომელიც ზუსტად მიუთითებს, როგორ სჯიან დაუმორჩილებენ, ჭყალებში დაუმორჩილებენ, ცხადია. ქალს, რომელმაც ალბათ რაღაც ტიპის წინააღმდეგობები გაუწია. ანუ რომ შევაჯამოთ, აუცილებელი არის გადაიხედოს რეაგირების მექანიზმები და იყოს განსხვავებული. აბსოლუტურად ვეთანხმებით ნულოვან ტოლერანტობას ამ ტიპის რეაგირების მექანიზმები არის არაეფექტური. არაეფექტურია, იმიტომ რომ არის ერთგვაროვანი. თუ არ იყენებენ, ხო ესეც საინტერესოა. აიყენებენ ამ მექანიზმებს, რომელიც მექანიზმები გამოყენებულია, მაგალითისთვის გირაო ვიცით, რომ როგორც აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება ხოლმე სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს. სადღაც მუშაობს ეს გირაო და სადღაც არ მუშაობს და სადაც არ მუშაობს. სწორედ ეს არის ოჯახში ჩადენილი დანაშაულები. გირაოდ გაშვებული ადამიანი სასამართლოს ხდომის დარბაზიდან მიდის და კლავს მსხვერპლს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სცემა. ეხა ეს რომ იცი შენ მოსამართლემ და უნდა იცოდე წესით, ხო? რაღაც ტიპის სტატისტიკას უნდა უყურებდე. ამ ქვეყანაში ცხოვრობ მინიმუმ და ინფორმაციას ეცნობი. რა არ ვიცი მე რა ხდება იმათ გარშემო, რომლებიც სასამართლოს ხდომის დარბაზიდან ათავისუფლებენ გირაოს სახით 500 და 100 მინუს და შემდეგ განმოგდეთ საუბარი. მოგესალმებით. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. იცით რა არის? ძალადობა ძალიან ხშირად მოდის ეკონომიური მდგომარეობიდან
ეკონომიკური მდგომარეობით არის გამოწვეული უმეტესწილად ოჯახებში ძალადობა. ამაზე სახელმწიფო უმუშევრები არიან მთელი ახალგაზრდები. უმუშევრები, აბა დასაქმებულები იყვნენ ახალგაზრდობა, აბა სახელმწიფო მიზრუნოს ახალგაზრდების დასაქმებაზე. ანუ თქვენ რას ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა გადააქვთ ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ეხლა ზოგი სამხედი არის დირექტივის გაფრთხილებასა და ის ხელწერილი არაფერს არ უშველის ადამიანი, რომელიც ანასატრიალებს ოჯახში. იმას რა ხელწერილი უშველის? ის უკვე იზოლირებული უნდა იყოს იმ ოჯახიდან. იმას ხელწერილი არ უშველიდა არავითარ შემთხვევაში. ის პირველი შემთხვევა იქნებოდა იმისი განით მუქარა და ის პირველი არ იქნებოდა არავითარ შემთხვევაში. ის უკვე იზოლირებული უნდა ყოფილიყო. მადლობა ქალბატონო, ხელწერილზე ვისაუბრეთ, მაგრამ საინტერესო საკითხი არ ვიცი, მე ვერ დავინახე მაინც და მაინც ლოგიკური ჯაჭვი, მაგრამ თქვენ აი კი ბატონო, ეს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია, აუცილებლად სხვათა შორის სიცხეც მაპროვოცირებელი ფაქტორია. შარშან წინ სწორედ 2014 წელს ზაფხულში იყო მკვლელობათა დიდი რაოდენობა და წელსაც აი სიცხესთან დაკავშირებით პირობები ერთ სულ მოსახლეზე სიმჭიდროვე უამრავი ფაქტორებია, მაგრამ იცით რა არის ძალიან კარგად მომუშავე ოჯახები, რომლებსაც მაღალი შემოსავალი აქვთ, როგორც ქალბატონებს, ასე მამაკაცებსაც, იქაც ბაბანებს, ასე ვთქვათ, ოჯახური ძალადობა, ისე რომ მაინც და მაინც უმუშევრობა, უსაქმურობა ეს არის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი და საერთოდ ეს ღირებულებების პრობლემებს ვეხებით, იცით? მე თუ საქმე არ მაქვს, ამიტომ სხვას უნდა ვაგებინო პასუხი იმ აგრესიულობისათვის, რომელიც ჩემში დაკროვდა. აქ უკვე სტერეოტიპებზე გადავდივართ, იმიტომ რომ ბიჭებს ხო ვზდით, თუ შენ ბიჭი ხარ, არ უნდა იტირო, არ შეიძლება, უნდა მოითმინო და სხვათა შორის აი სწორედ უამრავი ძირებია, აი ამ გრძნობების ვენტილაცია მამაკაცებმაც ისევე უნდა მოახერხონ, როგორც ქალებმა ეს გამოხატვის საშუალება მარტო ჩხუბის დროს ვეუბნებით ერთმანეთს იმ სათქმელს, რომელიც დაგვიგროვდა და ჩვეულ შვიდ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, შტილის დროს ამის უნარი ნიჭიერ ქართველებს არ გაგვაჩნია. სანამ ჩვენ დრო ამოიწურება, მე მინდა გკითხოთ, უბრალოდ გთხოვოთ, რომ იმ ადამიანებს უთხრათ, ვისაც ან დაუფიქსირებია ასეთი ფაქტი, ძალიან კარგი რამ თქვა, ან რომ არ უნდა მივაქციოთ იმ დროს ყურადღება იმ ადამიანის პასუხს დავუშვათ, მე რა მაგალითიც მოვიყვანე და რას ვურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეულწილად შეიძლება ერიდებათ, მომართვის, თავიანთი პრობლემის გაზიარების და როგორ შეიძლება მოგმართონ, თქვა, დაინტერესებულმა ადამიანებმა ამაზე რომ ვისაუბროთ. ეკონომიკურ ფაქტორზე მინდა ძალიან მოკლედ რო ვთქვა. საინტერესო იცით რა არის, რომ მოდი კითხვა დავსვათ ესე. თუ ეკონომიკური ფაქტორი არის ძალადობის წინაპირობა და მიზეზი, რატომ ხდება რომ მხოლოდ ქალია მსხვერპლი? თუ ეკონომიკური როგორც ასეთი ოჯახს ხო ყველას აზიანებს ეკონომიკური სიდუხჭირე, რატომ ვართ ჩვენ მსხვერპლები მხოლოდ? ასე რომ ეკონომიკური სიდუხჭირე კი არ არის მიზეზი. მიზეზი არის უთანასწორო საზოგადოებრივი სტრუქტურები და ხალის როლი ამ ქვეყანაში, როგორც მორჩილის და ეკონომიკური, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და ასე შემდეგ, მხოლოდ წამახალისებელი და მხარდამჭერია ამ ძალადობისთვის და არა მიზეზი. და ჩვენი ბევრი პარლამენტარი სწორედ ამას ატრიალებს როგორც მიზეზს და ეს არის ტყუილი. კარგი მაგალითი იყო ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებშიც ხდება ასეთი დანაშაულები და თავად ოჯახებში, სადაც ეკონომიკური ფაქტორი უბრალოდ გამორიცხულია. ეხლა რაც შეეხება მეორე თემას, პოლიცია უნდა იყოს უფრო მეგობრული ადამიანებთან დაკავშირებით, რომ მე გამიჩნდეს სურვილი დავეხმარო ჩემს მეგობარს თუ უბრალოდ გამლელს და ის ქალბატონი, რომელსაც ვერ უპასუხეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ადამიანმა იგრძნო, რომ იმაზე მეტად შეწუხდა, ვიდრე მაშინ, როცა ძალადობა დაინახა, ის აღარ დარეკავს. და ამაზე უნდა იფიქრონ, ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ფიქრი, არ ანანებინონ ადამიანს სხვისი დახმარება. და დღეს ისეთი მოცემულობა დაკითხვებზე სიარული, ამაშიც პირად გამოცდილებით ვლაპარაკობ და უსაფრთხოების გარანტირების არ არსებობა, რომ ძალიან პრაგმატულად ადამიანი პრობლემას მოდი არ გაიჩენს. რა ამაზეც საფიქრალია. რას ვეტყოდი? კი, ძალიან მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წინააღმდეგობებია და ასე შემდეგ, მოდით ვიყოთ უფრო კარგი მოქალაქეები, გავაკეთოთ მინიმალური, რაც შეგვიძლია. დავრეკოთ 112-ზე
ამავდროულად თუ ბავშვების მიმართაც ძალადობაა, დავრეკოთ 15:05-ზე, რომელიც ჯანდაცვის ცხელი ხაზია და დავრეკოთ, არ ვიცი, ყველასთან, ვისაც ხელი მიგვიწვება, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მხოლოდ ამ აქტიურობის შემდგომ შეიძლება რაღაც ტიპის პროგრესი განვიცადოთ. სამწუხაროდ პირიქით არ ხდება. სახელმწიფო არ აქტიურობს, არამედ ჩვენ რამდენადაც ვაქტიურობთ, იმდენად ვითარდება სისტემა, ასე რომ ძნელია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ავიაქტიუროთ, ყველა არხი გამოვიყენოთ, რაც არსებობს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და საინტერესო რჩევებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეც კარგი ინფორმაციები მივიღე, რომ იმ მომენტში არ უნდა დავნებებოდი. ესე იგი იმ კონკრეტულ ფაქტს, როგორც ჩვენმა სტუმარმა მითხრა. მადლობა. ჩვენ ვასრულებთ მეორე ბლოკს და წინ გეულდებათ საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ უკვე დავბრუნდებით